შეჩერდება თუ არა საქართველოში მიმდინარე ის მშენებლობები, რომლებიც ქალაქის ისტორიულ იერსახეს არღვევს. კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრას მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორები და ექსპერტები დაესწრნენ. გუდიაშვილის მოედნის რეკონსტრუქცია, მშენებლობა რიყეზე და თელავის ერეკლე მეფის სასახლე. ეს არის ის მიმდინარე მშენებლობები, რომელთა შეჩერება დღეს სამინისტროში შეკრებილებმა კულტურის მინისტრს სასწრაფოდ მოსთხოვეს. ოდნავ გასხვავებული პოზიცია აქვს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ მსგავსი პრობლემები ასეთ საჯარო შეხვედრებზე არ უნდა გადაწყდეს. მე რამდენად ვიცი პრემიერ-მინისტრის დისკრეცია. ბატონი ნიკოლაჩეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი რო სწავლობდა და ხმას არიღებდა და აღიმჩნეოდა მთელი ამის განმავლობაში, რომ გადახნეს ეს თბილისის ურბანული მემკვიდრეობა და მშვენივრად იცოდეთ და ერთი სიტყვა არ დაგისვენებიათ ჩემო ბატონო, რომ რაღაცა ჩვენი შეგეწიათ და მე იქ ამბობთ, რომ ეს ელისაშვილი კი არაკვალიფიციური რა მithkomსადე რომ მაგარი არქიტექტორი ჩუბინაშვილი ვარ მოიცადე. არ ვიცი თქვა თქვენ ხო ხართ კვალიფიცირებული და გმომოდით ერთხელ მაინც გვერდზე. საქმე მაინც სხვაგან კეთდება ხოლმე, საქმე კეთდება ლაბორატორიულ მუშაობაში, საქმე კეთდება კაბინეტურ ისეთ გულდასვით მუშაობაში და არა ისეთ რაღაც მიტინგურ შეხვედრებზე. დღევანდელი მრგვალი მაგიდის მიზანია დღეს შეიკრიბა შესანიშნავი საზოგადოების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ ნაზრებს შეაჯერებენ. საზოგადოება, ვიცი რომ შეკრებილი საზოგადოება ერთ საერთო გუნდურ დასკვნას გააკეთებს თუ როგორ უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა და ერთმანეთის ცხოვრება საერთოდ.